სოფელი თაგო მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს. მოსახლეობისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა საბაგიროა. ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა და ამ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ აქვს. მისი მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი. ის 1985 წელს გაიხსნა და ფუნქციონირება ამ დრომდე არ შეუწყვეტია. თუმცა გაირკვა, რომ საბაგირო რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და ახლის აშენებაა საჭირო. იმის მიუხედავად, რომ სოფლის საავტომობილო გზა მოწესრიგებულია, ადგილობრივები ითხოვენ საბაგირო უახლოეს მომავალში აღდგეს. აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში საჭირო თანხა გათვალისწინებულია. მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე იმყოფებოდნენ ხულოში. თითქმის 40 წელი შეუფერხებლად იმუშავა ხულო-თაგოს საბაგირო გზამ. იგი 1985 წელს გაიხსნა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საბაგიროდ არის მიჩნეული. მისი სიმაღლე 280 მეტრი, სიგრძე კი 1720 მეტრია. თაგოსა და მიმდებარე სოფლის მოსახლეობას ხულოს რაიონულ ცენტრამდე გასვლა 7 წუთში შეეძლო. საბაგიროს მშენებლობა 1979 წელს დაიწყო და მის სისრულეში მოყვანას 6 წელი დასჭირდა. საბაგირო გზის იდეა სოფელში გაჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობა დიდ ხარჯებს მოითხოვდა, ამიტომ 80 კომლიანი სოფლისთვის ამდენი თანხის დახარჯვა მაშინდელ ცენტრალურ კომიტეტში ბევრ ჩინოვნიკს გაუმართლებლად მიაჩნდა. თუმცა შევარდნაძის მხარდაჭერით შეძლეს მათ მიუდგომელი პრაქტიკულად უგზო სოფლიდან რაიონულ ცენტრამდე უმოკლესი მანძილით დაკავშირება და თაგო-ხულოს მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური საბაგიროს გახსნა. თითქმის 2 კილომეტრის სიგრძის საყრდენის გარეშე საბაგირო გზა მაშინაც და ახლაც იშვიათობაა. 85 წელს გაკეთდა, მაგრამ ეს ინიციატივა იყო ჩვენი სოფლის შალვა ბულქვაძე იყო ბრიგადილად მუშაობდა და სკოლის დირექტორი შოთა ცეცხლაძე იყო, აბდულ ბულქვაძე იყო. სისრულეში მოიყვანა შევარდნაძემ ბატონ. იმას ჩვენს დიდი საჩუქარი გაგიკეთა ჩვენსო ცირე სოფელი ვიყავით, მაგრამ მაინც დიდი საჩუქარი გაგვიკეთა. დიდი სოფელი არ იყო, მაგრამ ძალიან დიდი საჩუქარი იყო. ვით უმეტეს 20 თეთრს ვიხდიდით. მერე უფასოდ იყო ჩვენი სოფლის გზავრობა. და ძალიან კმაყოფილი ვიყავით. ახლა როდესაც დაინგრა დაგვეშალა სოფელი, ახალგაზრდობა აღარ არის სოფელში. სასარგებლო იყო აგერეთ ხო უესტუნეთ. ამ ლაპარაკის დროს გიუდოდი ხულოში გამოვდოდი პროდუქტი მათ გამოვდოდი. სტუმარი ვინც იყო არის ცოტა მე ხულოს გებელ თუ გამოვიდა. ამ პერიოდში ხელი შეწყობა იყო მაგარი. ოჯახში ხვილი მარილი გინდა ისე გინდა ისისა. ყოველთვის ახლა ზამთარში 8 თვე დამწყეული ვარ, ჩამევტანეთ. მარაგი და ის გამევტანოთ რა უხნათ. ბაში რა იყავს, სულ არ ხავს მაგრამ რა უყოთ. დამოგიდებული ვარ ხალხზე კიდე. ესე იგი იმით უცებს სტუმარი მოსულიყო უცებ. კი, სისხლ არ ვჟამდით. საბაგირო გზამ მოგვიანებით განსაკუთრებული ტურისტული ფუნქციაც შეიძინა. სწორედ ის გახდა ხულოს ულამაზესი ხედების დათვალიერების ყველაზე ეფექტური და ექსტრემალური გზა. განსაკუთრებული სიმაღლის მიუხედავად ადგილობრივები დღეში რამდენჯერმე სარგებლობდნენ. საბაგირო განსაკუთრებით საჭირო უხვთოვლიანობის დროს იყო, როცა ხულოში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევდა. ნალექი საბაგიროს მუშაობას არაფერ ხებდა. თაგო და მისი მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებიც კი რაიონულ ცენტრთან უმოკლესი გზით დადიოდნენ. 40 წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ საბაგიროს მუშაობა უსაფრთხოების მიზნით შეჩერდა. ადგილობრივი მოსახლეობა ახლა ცენტრს საავტომობილო გზით უკავშირდება. თუმცა ამბობენ, რომ უმოკლესი გზის აღდგენას სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სოფელს რა გვეშველება ახლა ერთი ვილისია, იქში ან დაჯდები ან ვერა, კაცი ცუდად მყავს, ვერ წავსულარ, მე რომ წავალ, მე სტუდენტი არ ვარ, სუმკაი ნაწევღო. ტვირთი ნაწევღო სოფლელი ვარ. სუმკაი ვერ დადებ, არ არის ადგილი, განა მადლიერები ვართ, რომ ესე თქვა. მადლობლები ვართ, მაგრამ არ შეიძლება ასე და ეს ბაგირი ისე გააჩერეს და აღარ ვინ პატრონი არ ყავს. არ პატრონობენ მაგას. ესე ხშირად სარგებლობდით ამ. კი, ეგ არის ჩვენი სასტრაფოც ეგ არის, ტრანსპორტიც ეგ არის, ტვირთი სუყვე ჩვენთვის არის ეგ ყველაფერი, ესე იგი მშობელი. ერთი სიტყვით. ეგაა ჩვენი გასაჭირის ყველანაირი ძაფი ეგ არის. ხიდი და საზღვარი, ეგ არის ჩვენთვის. ახლა ვარ გაზაფხულზე არის 65 კვირა.
ახლა ზამთრობისკენ უკვე წევიდე ხალხი. იაზე ის ვიქნებთ ასე 16 ჭიდეთ მოსახლეობა ზამთარში. აგედა 7 წუთი გადის, 8 წუთი გადიოდა აქედან. გზით რამდენი გჭირდებათ? გზით მანქნით 1.5 საათი. ფეხით საათ ნახევარ. ახლა მაშინა დანიშნული დილას 9:30-ზე აქედან წავა, იქიდან მასალებლებს წამოიყვანს. აქედან 2:30 წავა, იქიდან 3-ზე წამოც. ტურისტი ზამთარშიც მიდიოდა, ამ თვარიელებდა სოფელ. მიდიოდა, ჩებოდა. ახლა დაგპირდნენ, მაგრამ რა ვიცი რა, ველოდებით გაზაფხულიდანო. გავდევიწყოთ შაობას. თულია ახლა, იმიტომ რომ ხალხი იყო და მოგიდებული იყო მაგას საბაგიროზე. რაიონთან მისვლა ადვილი იყო, სხვა სოფლებით სარგებლობდა ტურისტებისთვისაც. ეხლა უკვე გზები რო არის 60 და ტურისტიც მოდის თავისი მანქანის და სოფელის. ზამთარში რთულია, მაგრამ გზები იწმინდება, ეხლა არის რო ტექნიკა შემოვიდა, გზა იწმინდება თოვლისგან. მოძრაობს მანქანების და ხალხის. საბაგირო გზა აღდგენას არ ექვემდებარება, აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. თუმცა უწყებაში პირობას დებენ, რომ მის ნაცვლად ახალი უმოკლეს დროში აშენდება. პროექტის შესყიდვისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია. საპროექტო კვლევები კი გამოცდილი უცხოური კომპანიების მონაწილეობით განხორციელდება. ამ ხანდაზმულობის საბაგირო ხაზები საჭიროებენ ძირეულ რეკონსტრუქციას, ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებას, მოდერნიზებას და ასე შემდგომ. თუმცა ამ ეტაპისათვის საბაგირო ხაზის შეჩერების საკითხი დაისვა მას შემდგომ, როცა ობიექტზე ჩატარდა მორიგი ინსპექტირება და ინსპექტირების ეტაპზე გამოვლინდა უსაფრთხოების ნაწილში რიგი რისკები, რის გამოც თავისთავად ადამიანების უსაფრთხო, ვთქვათ, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შემდგომში რაც რისკების საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით შეჩერდა ობიექტის ექსპლუატაცია. რეკონსტრუქცია გამართლებული ვერ იქნება, იმიტომ რომ ახლო პერიოდში კვლავ დადგება მასზე მორიგი, ვთქვათ, ჩანაცვლებით გამაგრებით სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, მივდივართ იმ მიმართულებით, რომ გვინდა რომ შევინარჩუნოთ ეგრეთ წოდებულ უსაყრდენო საბაგირო ხაზის არსებობა ხულოთაგოს მიმართულებით და ჩანაცვლდეს როგორც მიმღები საბაგირო სადგურები, ასევე ტექნიკური აღჭურვილობაც. 6 საკმაოდ მსხვილი კომპანიის მიერ შემოვიდა წინადადება, თავისთავად ტექნიკური დავალების მიმართაც ჰქონდა თავიანთი მოსაზრებები. და ამჟამად მიდის ამ ტექნიკური დავალებისა და ბაზრის კვლევების შედეგად მიღებული შედეგების ოპტიმიზაცია და უკვე ალბათ შემდგომ ეტაპზე გადავალთ შესყიდვის ეტაპს. საბაგირო გზის ხელახლა აშენების პროცესი კი დროში აღარ გაიწელება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, თუ გასულ საუკუნეში კომუნისტების დროს მშენებლობას 6 წელი დასჭირდა, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებას იძლევა ანალოგიური ობიექტი რამდენიმე თვეში აიგოს.